მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ W140-ს. ბრენდის სახე სპეციალურად არ ვამბობ. მოგესალმებით, დღეს აი ტანკს განვიხილავთ. ხო, ბრენდის სახე სპეციალურად არ ვამბობ და იმიტომ არ ვამბობ, რომ Mercedes პირველი და უკანასკნელი მანქანა გამოვიდა. ამაზე მაგარი არაფერი არ ყავს. ამაზე მაგარი მე მგონი ეგრეა, ხო? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მამიდა ჩემს იმისთვის, რომ მარტო ეგ თუ გიშველი და შენ ყვაჩუხარა ეს მანქანა და ხო 140-ად წეთ რა თან შავს. აუცილებლად შავს, ხო და კიდე მინდა მადლობა გადავხადო ამ ედიტის იმისთვის, რომ ეს მანქანა ჩამოგვიტანა ძალიან მაგარ ფასში. და კიდე ერთი მადლობა თორნიკე ჯანგულაშვილს იმისთვის, რომ დონაცია გააკეთა. ეს მადლობების სერია. კი ბატონო. რაც არ უნდა ვიღადოთ 140-ი ჩასაწერი მანქანა არის რა. ერთადერთი Mercedes-ი, რომელიც მომწონს და ვიყოლია. ისე რო იცოდეთ, მოიცა. ხო რა? კი. ანუ რაღაცაში ხანდახან მეთანხმები ხოლმე. ხანდახან არა, მარტო მაგაში. მარტო ამაში. იმედი ეხლა ეს აქ დაეტევა. დაეტევა. შემოწმებულია. ხო, ეხლა ვიტყვი მწარმოებელი ვინ არის, რატო რანაირად რა ფასი აქვს და ასე შემდეგ. კი ბატონო. მწარმოებელი არის მიშელ მოდელი, მაგრამ ერთი პატარა ისტორია უნდა მოყვე მაგაზე. კი. ვინც კოლექციონერები ხართ და ბრენდებში კარგად ერკვევით. ესეთი მწარმოებელი არის ნორევი, რომელსაც Mercedes-ების 1.18 Mercedes-ების საუკეთესო ხაზი აქვს. ხო, აი. და მისი მოდელები ძალიან ძვირი ღირს 1.18 მასშტაბში. ნუ მოკლედ 1.18 თუ გინდათ Mercedes-ი უნდა იყიდოთ ნორევი და ღირს ძალიან ძვირი, კონკრეტულად შავი ესყლას 140. ღირს $700 იმისი და მიშენ მოდელი არის ბრენდი, რომელმაც ეს მოდელი გააკეთა და როგორ ნორევმა 2019 წელს 1945 წლიდან არის ნორევი რა ბაზარზე დიდია და ჯერ გააკეთა მერე დავიტანჯე ნორევმა 1945 წლიდან დაიწყო მოდელების წარმოება და რადგან ძალიან ძვირი იყო შავი 140 კონკრეტულად შავ ფერზეა საუბარი $700 ღირს ის რა ჩინელებს მიცა ლიცენზია რომ გააკეთებინათ მიშენ მოდელი 2019 წელს გააკეთეს ეს კომპანია და მუშაობენ მარტო ამ მოდელს ანუ ნორევის ლიცენზიითაა რა და რადგანაც ყველა კოლექციონერი ყიდულობს ამას იმის გამო რომ იაფია და შავია იგავე ყველაფერი იღება ამას კი ბატონო ნამდვილად ეგრეა ეხლა კაპოტზე გადავედი ეს არის საპრეზიდენტო ესკლასი. ჩემს სტიქიაში ვარ რა. აგერა. ხო, ეხლა ერთი ინფორმაცია BMW-ს ფანებისთვის. ვინც შემოვიდა და 140 დაინახა და უნდა რომ 38-ის ვიდეოც იყოს. 38-ის ვიდეო ყვედებს. შეგიძლია დარგზე ნახოთ. კი ბატონო. ეხლა შემილია მეც ვთქვა რამე? კი. ამ მანქანასთან დაკავშირებით. გაჩნია რა სიტყვი მონტაჟი ჩემ ხელში. არა, ეგ ხო დავით, მაგრამ არა, ნუ ხო შენ თვითონ ვიაღიარე რა. არა, ამ მანქანაზე გეთახმები. რა BMW, Audi და ასე შემდეგ რა. ამ მანქანაზე კონკრეტულად 140-ზე კი, მაგრამ 38 BMW-საც გამოვიდა. არა, მაგაში მეც გეთანხმები, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგარი მანქანა არის. კონკურენტები არიან ერთმანეთის ვინც არის. ანუ ბავშვები ვინც ხართ, ჩვენზე პატარები და ეხა გვიყურეთ და რას განიხილავენ როგორ ეგ არის რა. და რაზე კამათობენ რა. კი. რა უნდათ, რა ჯანდაბა უნდათ, მოკლედ.
ეხლა მე ჩემს სტიქიაში ვარ რა. დაიწყე. ჩემთვის უსაყვარლესი ავტომობილი არის. მაგიტომაც ვინდა თუ არა საკუთარმა დამ. მარტო ეგ თუ გიშველი გიტყავი. მე ვთქვი რომ მე Mercedes-ში ფულს არ გადავიხდით ხოლმე. Mercedes-ში არც თამუნას არ გადაუხდია. 140-ში W140-ში გადაიხადა ფული. ეს არის მე ფლაგმანია რა. აი როგორც Rolls-Royce Phantom-ი არის, ეგრე არის 140-ში. პროსტო Mercedes ლოგოები აქვს. აი ნამდვილი რასაც ქვია, ნამდვილი მანქანა იყო ეს. მაგის მერე გამოდის პლასმასის ჩინური ავტომობილი. Barbie S-კლასი გამოდის. იმედია Mercedes-ის პატრონები არ მიწყენთ მაგაზე თანამედროვე Mercedes-ები. ფანია ეს. ხო, თანამედროვეები რაც არის, ხო? თუნდაც ეს კლასზე ვილაპარაკებ, სხვა მოდელებზე არ ვილაპარაკებ რა. მე რაღაცა ვიტყვი მეც. მანქანას. რო აი ის აღარ არის რაც აგერა ეს მოდელი იყო. იმიტომ რომ ამაში ყველაფერი ჩადის. ხო. სული ჩადეს ბოლო ყველაფერს თავი დავანებოთ. და სხვათა შორის საინტერესო ისტორია აქვს ამ მოდელს. ვიცი, ჯერ მარტო ის რომ ჩვენი პრეზიდენტის მანქანა იყო. მაგას ყველაფერს თავი დავანებოთ არა? და იმ ცნობილი ამბავი. ეხლა პრეზიდენტზე არ ვსაუბრობთ, ედუარდ შევარდნაძეზე ვსაუბრობ. ხო, იმ ცნობილი ამბავის მერე ანუ ისეთი ტესტი რაც ამ მანქანამ გაიარა. არც ერთ მანქანას არც გაუვლია და ვერც გაიმეცა. ხო, თუ ეგეთ სიტუაციაში არ მოხდა იმ ქვეყნის პრეზიდენტი და იმ კონკრეტულად ის ბრენდი თუ არ ყავდა. მოკლედ. მოდი მოკლედ მოყვები ისტორიას, ხო. გრძელი მანქანის ისტორიას. მოკლედ მოყვები გრძელი მანქანის ისტორიას მართა. მიდი აბა. ყველაფერი დაიწყო 91-ში. 1991 მაგდროს 126 იყო უკვე კი ბატონო და წინასწარ დაიწყეს ფიქრი 126-ის შემდეგი ვარიანტი რა უნდა ყოფილიყო ფლაგმანად. იმიტომ რომ პირველი ეს კლასი ეგ იყო. მეორე არის ეს, ჰა? ეს უკვე მეორეა, ხო. ნუ პირველ ეს კლასად იცით-ება 126. ხო, მაგითი დაიწყო. ხო. ბიზნეს კლასი. 91-დან 96 წლამდე მიდიოდა დიზაინის დამუშავება. დიზაინის ავალი ნაწილები, რამე ყველაფერი წარმოიდგინე. აი, თავიდან ბოლომდე ყოველი მილიმეტრი. კი. რო აბსოლუტურად ყველანაირი ტესტი გაიარა თან მანქანამ რა, ჯერ პროტოტიპის დონეზე რო იყო. და საბოლოო ჯამში მიიღეს აი ეს ფორმა. და 1999 წელს წარადგინეს ჟენევის ავტოშოუს. და იმდენად ემოციები გამოიწვია მაყურებლებში ამ მანქანამ რა. ჩემზე დიდია ეს მანქანა ის. ხო, ნუ აი ძალიან მოეწონათ რამე და თავისთავად ეგრევე წავიდა შეკვეთები. კი. ყველაზე მეტი აქვს გაყიდული როგორც ვიცი. თან მით უმეტეს რომ იაფი არ ღირდა იმ დროისთვის. მაგას ცოტა მერე ვიტყვი რა. გორი ყველაზე ძვირი კი. ეს კლასის ის. ნუ თუ არ ჩავთვით ამის დროს გამოუშვეს SLR McLaren-ი. არა, SLR McLaren-ი არა. ეს კლასზე ვამბობ. ეს კლასის თემაში. ეს კლასში ყველაზე ძვირი იყო S600. აი კონკრეტულად ეს მოდელი. ხო, ეს SLR McLaren-ი ვაფშე სხვა მანქანაა. ხო. და მაგიტო ისე. ხო. მოკლედ 1991 წელს დაიწყეს სერიულად გამოშვება და გაყიდვა. ამ მანქანის. თავიდან პირველი ვერსია, აი სტოკ ვერსიას რო ვეძახით რა. 3 და 2 ძრავით. 3 და 0 ძრავით იყო, 3 და 2 ძრავით იყო და 3 და 5 ძრავით. მერე დაემატა 4 და 0 ძრავი. ხო. და 5 და 0 ძრავი. ეგ უკვე 6 ცილინდრიანიდან ვერ ვაძრავზე რო გადავიწყე რა 8 ცილინდრიანზე. და ბოლოს გამოუშვეს V12 ძრავით S600, რომელიც რო უკვე
ჩაითვალა ფლაგმანად. კი. სხვათა შორის, ხო ისიც ხო ეს კლასი იყო რა, მაგრამ ის წინა მოდელები რაც ჩამოუთვალეთ რა, ის 3-დან 0 ძრავით, 3-დან 2 ძრავით, მაგრამ ფლაგმანად ითვლებოდა კონკრეტულად ეს ექსპრესი. იმიტომ რომ სავარაუდოდ Rolls-Royce-ის კონკურენტი გააკეთეს. ხო. თან ახლა დროინდელი Rolls-Royce. ნახე რა ქნეს, ეგ ყველაფერი თან ხდება 91 წელს. კი. კარების დახურვა. აი ბოლომდე ვერ დახურე, ხო კარები. მერე თვითონვე ის იმაში. ხდება, თვითონ მიაქვს. ხო, თვითონ მიაქვს კარები. წარმოიდგინე. 91 წლის მანქანაზე მაქვს საუბარი. ხო. შემდეგი ისა რა ქვია იმას. პარკინგ კონტროლი. აქვს. უკან ორი ცალი პატარა რქა ამოსდიოდა. ანტენა. ანტენები, ხო. ორი ცალი პატარა ანტენა ამოსდიოდა. ეს მანქანა მახსოვს მე. დადიოდა. ხო. ილიში და თან ბევრი. ნუ ის უკვე აღარ გვიკვირს 4-ვე ელექტროშუშა და რამე და ხო. პლუს მაგასთან ერთად სიდენიის ელექტრომართვა სავარძლების, ხო, თან ყველას წინებისა და უკანებისაც. პლუს მეხსიერებით. იმახსოვრებს. აი შენ მოირგე შენ თავზე, ხო? დაამახსოვრებინებ. თან სიდენია, რული, სარკეები, ყველაფერი. დაჟე სარკეებიც კი ელექტრო აქვს, წარმოიდგინე. და დამახსოვრებული არის მანქანიდან რო გადმოდიხარ თავის სტანდარტულ ადგილზე დგება, რო ჩაჯდები, 3 რეჟიმი ქონდა რა მეხსიერებისა. დააწვებოდი იმ რომელიც ქონდა შენ დამახსოვრებული ერთიანი იყო, ორიანი თუ სამიანი, მაგას მიაწვებოდი და შენზე მოერგებოდა ისევ მანქანა, როგორც დაამახსოვრებინე. კლიმატ კონტროლი, თან ინდივიდუალური შეგეძლო, მე მაგალითად რულთამსი ვარ, შენ გზავრი ხარ, ხო? კი. და არ გინდა ძალიან სიგრილი ან ძალიან სიცხე. მაგის კონტროლი შეგიძლია? ხო, ცალკე ინდივიდუალურად შენ მხარეს აკონტროლებდი, მე ჩემ მხარეს კლიმატ კონტროლი ინდივიდუალური. ძვირიან Rolls-Royce-ებში ეხლაც არის. ხო. ხო, თან S600-ებზე დააყენეს, მე მგონი მხოლოდ თუ არ ვცდები, შუშა პაკეტი. ანუ ორმაგი მინა. ანუ მინა შიგნით ის იყო რა ვაკუუმი, ხო, მარტო ხმის იზოლაციის პონჩი არა. მან შუშა არიორ თქლებდა და სხვადასხვა ფუნქციები ჰქონდა რა. დაკიდების სისტემა, ანუ AES-ა რა, AES სისტემა. ხო? იმდენად დახვეწილი იყო. კი. რომ აი ძალიან რბილად დადიოდა ავტომობილი. ძიმია თან მაგ. ხო, თან ახლა რამის 3 ტონო იყო მანქანა. 2 ტონაზე მეტი იყო, კი ბატონო. 2.4 იყო თუ რაღაცა. ფასი ვიცი. ოღონდ კონკრეტულად S600-ის ფასი ვიცი. ხო, მერყეობდა 200.000-დან 300.000 გერმანულ მარკამდე. ანუ ეგ გამოდიოდა დაახლოებით 100-150.000 დოლარი. 90-იანებს და ხო, ნუ საკმაოდ ძვირი სიამოვნება იყო. მერე გამოვიდა AMG ვერსია და ბრაბუსის ვერსია გამოვიდა. ხო, და ბრაბუსი ძალიან იშვიათია. ხო. თვითონ ამ კონკრეტულად ამაზე ვილაპარაკებ, რა წინ დაბალძრავიანებზე არ ვიტყვი. ამ მოდელს ქონა 403 ცხენის ზალა, სტოკ ვერსიას, ანუ რა, S600-ს. AMG-ს ქონდა 440 ცხენის ზალა. მე ცოტა გააუმჯობესეს, აიყვანეს 490 ცხენის ზალამდე რა. და ბრაბუს ქონდა 560 ცხენის ზალა. ხო, ბრაბუს. სხვანაირია ცოტა ბრაბუსი. ნუ თავისთავად საწვავის ამბავში თამადა იყო. სვავს. ხო. ახლა 12 ცილინდრი ხო უნდა გაძღეს აბა. ჩვეულებრივი მგონი 25 ლიტრას სვავს სულსოტას. ნორმალური სიარულით. კი. ბაკით საკმაოდ დიდი ქონა შესაბამისად. 100 ლიტრიანი იყო. ხო. S600-ს ეგრე ქონდა. ხო და ცდელობა იყო კიდე ერთი.
ვარიანტის. ერთი მოდელის გამო ეს ხო არის S600. S800-ის გამოშვება უნდათ კიდე. ანუ 16 ცილინდრიანი ძრავით. ვა. რომელიც უკვე ფაქტიურად დამზადებული იყო მანქანა. და რა. მაგრამ არ გამოუშვეს იმის გამო, რომ აი ეს ევრო სტანდარტებში არ ჯდებოდა რა ეკოლოგიის მხრივ, საწვავის ხარჯის მხრივ და ასე გაიძებოდა წარმოების. ხო. და მაგიტომაც ეგ თემა დაივიწყეს რა. ერთი კითხვა მაქვს. აი ამის მერე. ხო. ესეც მინიმუმ ესეც რატო ვეღარ აკეთებ? მაგრამ მაგაზე პასუხიც მაქვს. მაშინ შენ შეკითხო შენ თვითონ. მე და ჩემი ძმაკაცი ვლაპარაკობდით გუშინ სხვა რაღაცაზე და კომპიუტერის ნაწილზე ვლაპარაკობდით. ხო. და რა შევადარებ ახლა? რომ ეს ხო გააკეთეს და ყველაფერი ჩადეს. ხო. და იმიტომ აღარ აკეთებენ სავარაუდოდ რომ მაინც ყიდულობენ რა. პოლიცკი არა? განსხვავებულია. ანუ ხო. მარკეტინგულია რა. ყიდულობენ და ვშო ვაკეთებთ. აი როგორ იყო იცი ხა წეღარო ვიძახდი დაკიდების სისტემა ისე გააკეთეს მეთქი რომ მაგარი კომფორტული იყო მეთქი და თან ფიზიკურად არ ფუჭდებოდა ტანკი იმიტომ ერქვა. ხო ანუ აი არ დაკტოვებდა ქუჩაში ყველგან მიგიყვანდა რა. კი. იმდენად ძლიერი იყო, ყველაფერი ქონა ძლიერი ამ მანქანას. მართლა ტანკივით იყო. კი. და ეხლა თანამედროვე მანქანა ხო, აგერ სახეს და გვარს არ დავასახელებ რა. ერთ პიროვნებას ახავს ახალი ეს კლასი. კი. თლაც ბოლო მოდელი არა, ბოლოს წინა მოდელი. ტურბინა რო უყენით რაღაცა. და ძრავზე შეიქმნა პრობლემა. რო დასტუკა ძრავი. ხო. ეს კლასის ძრავმა დაასტუკა. თან იმის გამო კი არა რომ დროულად ზეც არ უცვილდნენ ან ბადსაწვავს ვერ გააკეთეს თითო ქარხანაში. აი რაღაცა წუნი ქონდა რა და ვერ გაუგეს რა წუნი ქონდა. და ეხლა ხოაზე ხარ ეს ჩვენი მაღაზიები და როგორია გარანტიაზეა მანქანა. დაჟე გარანტია. ხო და დაიწყეს თავის მართლება ხა როგორია მანქანა ძრავი სტუკია იქიდა და ძრავი მაგისი ღირს 70,000 დოლარი. ევრო ხო ეს იმის წინ აპარია რასაც ლაპარაკობ. ხო. ხო და დღემდე იქაგდია ეგ მანქანა. ხო რა ეგ არის რა. ანუ მაგას ვამბობ რომ თუ შეძლეს და ეს გააკეთეს რატო ვეღარ. ხო. მინიმუმ ტექნიკურად მაინც. რავი აი მე მაგალითად ხო არ მახსოვს რომ ეს გაფუჭებული მენახოს დაჟე ბოლო ორი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი ესროლეს და მაინც წავიდა მაგა არ გაჩერდა. ცოტა ხანი ხო. ვერ გააჩერდა. ხო ეგ ვსვი რომ მეთქი ეგეთი ტესტი არ გაუულია არც მანქანა. ყველაფერს რო თავი დავანებოთ რა. და ისტორია მორჩა? ხო. ვახსენოთ ფილმები. რომელი ერთი გინდა? მე კი არ მიყვარს. კაი ფორსაჯი გარშემო რო ტრიალები. რა შუაში, მაგრამ არის ტოკიო დრიფტია შავი ფერის და შავი ფერისაც ვერცხლის ფერისაც არის. ხო. და მე-6-ში არის. და მე-7-ში არის. ვერცხლის ფერი. ხო და ვინც რუსულ ფილმებს უყურებთ, ბრიგადა. რუსეთი არ მიყვარს, მაგრამ ბრიგადა და ჩემმა ძმაკაცმა რო ნახა ეს მანქანა. ხო ანახე. ხო. პირველი რა თქვა. ხერხინო დაიჭირა, ბრიგადაო. ეგრეც არის რა. ხო და ტრანსპორტერი კიდე. ტრანსპორტერში. იქ 38. ამით იწყება. არა, ამითი არა. ამით იწყება. 38-ს რო აუფეთქებენ, მე ამას. ხო, 38. შავს. სტეთემ. ხო, ისიც 38-ს მინდოდა რომ შავი ყოფილიყო და დიდი. მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არა გვაქვს იმედი ეგეც გვექნება კოლექციაში. ხო, რაც არ უნდა ითქვას, ერთადერთი მოდელი, რომელსაც კიდევ ერთხელ გავუმნორებ ვიყოლებდი არის ეს გამძოლით. კი. ანუ ჩემთან ერთად. შენ არა. მე მძღოლია რა. არა. კარგი. ანუ ის არის რა, აი როგორც Rolls-Royce Phantom-ი არის რომ
უნდა მოგემსახუროს მანქანა ესეთი არის ეს. უკან უნდა დაჭდე. აუ. აი. ეგრე იყოს. ჯანდაბაში თავი გერმანულ ნომრებზეა ეს მანქანა. გერმანულია. ხო. მოკლედ აი ესეთი ავტომობილი ყავს კოლექციაში. და ვისაც სურვილი გაქვს თუ არხს განვითარებაში და დაეხმაროთ, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ. ვისაც სურვილი გაქვს დონაციითაც დაგვეხმარეთ, იმიტომ რომ ესეთი მაგარი მანქანები ჩავწეროთ ხოლმე. კი ბატონო, თან ხო ვიძახდით რომ ყოველი ვიდეო შეიძლება სიურპრიზი იყოს და თან საინტერესო. კი. ხო რა, ყოველ შემთხვევაში ვცდილობ რომ კარგი მანქანები ჩავწეროთ. ვცდილობთ რა. მაქსიმალურად ვცდილობთ. კარგით, აბა დავემშვიდობოთ. და კოლექციას შავი ტანკი დაემატა. რომელიც არასოდეს არ გაიყიდება. მე პირადად ბედნიერი ვარ ამ კოლექციიდან, ესეთი მანქანა რო ყავს. აბა, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. Prepare to die. What?